გამოვაწყოთ ჩვენთვის საყვარელი კაკლები. ამისთვის 2 კვერცხი ჩავტეხოთ თასში, დავამატოთ მწიგვი მარილი, 120 გრამი შაქარი და გავთქვიფოთ. ვამატებ ვანილს, დავამატოთ 1 ჩაის ყოვსი სოდა ძმარში გახსნილი, დავამატეთ გამდნარი კარაქი და ვამატებ 400 გრამ ფქვილს, უნდა მოვზილოთ ჩვილი ცომი. ცომი გადავიტანოთ ცელოფანში და შევინახოთ მაცივარში 10-15 წუთი. შემდეგ კი ამოვაბურთავოთ 11 გრამი ცომის ბურთები. ამისგან გამოვაცხობთ მთლიან კაკლებს, რომელსაც გულში ჩავუდე მოხალული თხილი. ასეთ ფორმას ორივე მხარე აქვს ჩაზნექილი. ვაცხობთ 5 წუთი და ყოველ წუთში ამოვატრიალოთ, რომ ორივე მხარეს კარგად შეწითლდეს. შეგვიძლია დროდადრო ავხადოთ, ნახოთ შეფერილობა როგორი აქვს და ისე გადმოვდგათ. მივიღეთ აი ესეთი მთლიანი კაკლები, რომელსაც გულში აქვს თხილი ან ნიგოზი. ამ ცომით გამოვაცხე 2 ასეთი ფორმა, დარჩენილი ცომისგან ამოვიღე 6-7 გრამის ბურთები, რომელთაც გამოვაცხობ ნახევარსფეროებს. ასეთ ფორმას ერთი მხარე ამოზნექილი აქვს და მეორე მხარე ჩაზნექილი. ცხება ანალოგიურად 4 წუთი და ყოველ წუთში ვატრიალებთ, სანამ არ შეფერიანდება კარგად. გამოდის ასეთი ნახევარსფეროები, დარჩენილი ცომით სულ ასეთი ნახევარსფეროები გამოვაცხე. კრემისთვის გამოვიყენე 1 კილა მოხარშული შესქერებული რძე, 380 გრამია დაახლოებით, დავამატე 100 გრამი დარბილებული კარაქი და გავთქვიფე. უკვე გათქვიფილს დავამატე 70-80 გრამი ნიგოზი. შეგიძლიათ დავამატოთ თხილი ან სხვა რომელიმე თხილეული, გადავურიოთ და ასეთი კრემით უნდა შევავსოთ გამომცხვარი კაკლის ნახევარსფეროები. ნახევარსფეროებს რო შევაერთებთ, მივიღებთ აი ასეთ კრემიან კაკლებს.